თქვენს ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც კარგად ისწრებს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, რომ მან საკუთარი მოღვაწეობით დაწყებული ბიზნეს ომბუდსმენიდან შემდგომ ის გახდა ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა. ეს 2019 წლის 3 სექტემბერია, 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან უკვე 3 თვეა გასული. ასე წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ჯერ კიდევ მისთვის და მისი გუნდისთვის საყვარელი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე. შეხვედრა ჰქონდა უმრავლესობასთან და იქაც კითხვებიც არ დასმულა. ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევისა. შინაგან საქმეთა მინისტრობამდე გახარია ჯერ ბიზნეს ომბუდსმენი, ხოლო მანამდე ეკონომიკის მინისტრი იყო. თუმცა მისი კარიერის პიკი და ამავდროულად ყველაზე სისხლიანი ეპიზოდი 2019 წლის 20-21 ივნისის ღამე იყო. მაშინ, როდესაც საზოგადოება მის გადადგომას ითხოვდა, ქართული ოცნებისთვის ის გახდა ფიგურა. მათივე შეფასებით დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიძინა ივანიშვილმა ის არათუ დასაჯა, არამედ დააწინაურა. თუ როგორ შეირჩა პარტიის შიგნით პრემიერი, მე არ ყოფილვარ ამის მონაწილე, მაგრამ დარწმუნებული ვარ და როგორც ვიცი, მთავარი რის გამოც ბატონი გიორგი შეირჩა სწორედ მინისტრებიდან ამ პოზიციაზე არის ის, რომ ის არის ჩვენ შორის ერთ-ერთი საუკეთესო. გახარია არის ძლიერი პოლიტიკოსი, ის არის რეფორმატორი პოლიტიკოსი და წარმატებით ახორციელებდა სისტემური განახლების რეფორმას შინაგან საქმეთა სამინისტროში. გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ ოცნების წევრები მათი სუპერძალოვანი მინისტრის დასაცავად რიგში ჩადგნენ. არ მოერიდათ მის მტკიცება, რომ მან 20 ივნის კანონის შესაბამისად იმოქმედა. ზუსტად 5 წუთში, 10 წუთში როგორც კი გაზის კვამლი გაიფანტა, თავიდან შეიკრიბნენ მომიტინგეები და თავიდან დაიწყო შტურმი პოლიციაზე. ეს განმეორდა 2-ჯერ, 3-ჯერ და ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება 4-ჯერაც კი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა პოლიციამ უკვე რეზინის წყვილები. რეზინის წყვილების გამოყენებაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, თუმცა ისევ გავიმეორებ, როდესაც 3-ჯერ და 4-ჯერ ხდება გაზით დაშლა მომიტინგეების და ისინი ისევ აგრძელებენ შეკრებას და აგრძელებენ შტურმს პოლიციაზე, ამის შემდეგ ბუნებრივია, რომ პოლიციას ვერანაირ ვერ ეტყვის, რომ ეხლა არ გამოიყენო ნებისმიერ ძალა, რომლითაც დაიცავ თუნდაც საკუთარ უსაფრთხოებას და ეს ძალა იყო გამოყენებული. 20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო ნაციონალური მოძრაობის დანაშაული. ეს არის ზოგადი შეფასება დანარჩენი საზოგადოებამ თავადასხმის. საქართველოს უახლეს ისტორიაში 20 ივნისი იყო ერთ-ერთი მძიმე დღე, როდესაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობას, მძიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელებზე და ეს ძალიან მძიმე დანაშაული და დესტაბილიზაციის მცდელობა პოლიციის მიერ იქნა აღკვეთილი. მალევე დაიწყო პანდემია, რომლის ეფექტურ მართვასაც ქართული ოცნება გიორგი გახარიას უმადლოდა. ამიტომ გუნდის ფავორიტი კრიზის მენეჯერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოცნების მთავარ საყრდენად იქცა. მაშინ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს. ქართული ოცნება არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს. ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი. სცენაზე ვთხოვ საქართველოს მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას. კობახიძე არც საპარლამენტო ტრიბუნიდან აკლებდა ქებას, მისივე შეფასებით სუპერძალოვან მინისტრს. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარა თქვენ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. სანამ ქართული ოცნება თავად გადაიქცეოდა მთავარ მობრძვილებუზად, ირაკლი კობახიძე თავის მაშინდელ ფავორიტს ანდაზებსაც უძღვინდა. ის გახარიას წარმოაჩენდა ადამიანად, რომელიც მთებს გადადგამს. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ გვყავს რეალურად ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის და ის არის არა მარტო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ ის არის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი ქვეყნის. ყველაფერი 2021 წლის 18 თებერვალს შეიცვალა, როდესაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მიზეზი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მელიას აყვანის სპეცოპერაცია იყო, რაზეც გახარიას და ოცნებას განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. იქიდან გამომდინარე, რომ მე სამწუხაროდ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივახციე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. სანაკებო პრემიერის გადადგომა ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო ქართული ოცნებისთვის ღალატის ტოლფასი აღმოჩნდა. შეუცვლელი ლიდერი ერთ ღამეში იქცა მოღალატედ და გაქცეულად.
რაც შეეხება შეფასებას ღალატი მოღალატეს საუკეთესოდ ასახავს მე მგონი იმ ყველაფერს რაც მოხდა ამ წლის თებერვალში. რა ქვია ამ საქციელს თუ არა სწორედ ღალატი იმედგაცრუება ვინაიდან ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა მეც დამრჩა განცდა რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო და ჩვენ დავყარა ასე და მიგვატოვა მაშინ როდესაც კანონი იყო დასაცავი. შეუძლებელია ქართული ოცნებისგან ვინმეს გაუკვირდეს ყოფილ ლიდერზე თავდასხმა. სუსის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ჯერ კიდევ 4 წელს წინ ამტკიცებდა რომ გახარიას მხარეს სიმართლე იყო. ოპოზიცია რადიკალური ნაწილი განსაკუთრებით ოპოზიციისა ორჯერ მან ნოკაუტში ჩააგდო გუშინ Facebook-ზე დადეს ვარჯიშის სურათები რომ შეეშინებინათ ეთყობა და არც ეს ვარჯიში გაჭრის იმიტომ რომ მარტო ორატორობა არ არის საკმარისი მართალი უნდა იყოს როდესაც გინდა რომ მოიგო პოლიტიკური დებატები და ამ შემთხვევაში გახარიას და ქართული ოცნების ხელისუფლების არის სიმართლე და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება ქართული ოცნების ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ცხადია ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად გააკეთა. ქართული ოცნება და მისი პროპაგანდა მთელი მონდომებით ცდილობდა გიორგი გახარიას მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას. თუმცა მალევე ამ პროპაგანდისტული არხების სამეთყოლო ლექსიკაში სუპერძალოვანი კოკაინშიკმა ჩაანაცვლა. სხვა თემებზე ვისაუბროთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცა კოკაინშიკზე დავხარჯოთ 15 წუთი. ადრე ივანიშვილი გვიმტკიცებდა რომ გახარია მის თანამდებობები რომლებზეც მას ნიშნავდნენ მისი განსაკუთრებული უნარების გამო დაიმსახურა. ოლიგარქის ამჟამინდელმა პრემიერმა მის სიტყვებს ხაზი გადაუსვა და გიორგი გახარიას წარმატება ასე განმარტა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა დიპსტეიტის წარმომადგენელი. კონკრეტული სახელი და გვარი ეს გუნდში იციან ოფიციალური თანამდებობის პირი იყო. ელჩსკულის ხო? ქვეყნის გარედან იყო ეს. ქვეყნის გარედან იყო ეს არის. კონკრეტული თანამდებობის პირი, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროპაგანდისტული იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა სისხლის რხევა გადაწყვიტა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ რეპრესიების დაწყება დააანონსა. გაუბრუნდები ამ ჩემს მოუშვებელ ჭირობას ესე ვთქვათ. აი გახარიას პარტიის წევრები ამ გარეწარს ამასთან რო დგანან და ამის გვერდით რა თქმა უნდა მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა თეთრით შავზე დამტკიცებთ ყველაფერს რომ რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა ნაციონალურ მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული რომ მეორე დღესვე საქართველოს ომში უნდა ჩართოს სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა ამათ მოუწევს პასუხისმგებლობა და მკაცრი პასუხისმგებლობა. მასაც და მისი პარტიის წევრებს უფრო მეტი გაღიზიანება მათს ემაქვს. ისინი ქართული ოცნების წევრები იყვნენ მორალისობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. და დღეს რო თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთ-ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა ისინი მკაცრ საზღვრებს იმსახურებენ და გარწმუნებთ რომ მიიღებენ კიდეც. არ დაგვავიწყდეს რას იძახდა გავრილოვის ღამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიაზე. მოკლედ ვერც თვითონ გაიგეს და ვერც ჩვენ გაგვაგებინეს, ვის მხარეს იყო და არის ექს-პრემიერი. ის რომ ლეგიტიმური იყო აბსოლუტურად პოლიციის ქმედება თელმა სოფლიომ აღიარა. რატო უნდა გადადგეს გახარია? ნაცებს უნდათ მარტო. გახარია მხოლოდ მის თანაგუნდელებს არ უარყვიათ. მაგალითად, ოცნების ერთგული ამომრჩეველი მომღერალი თემურ თათარაშვილი გიორგი გახარიას გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. ყველა სახსოვს მისი ეს ცნობილი ფრაზა. მე მომწონს გახარია. რითი არის? აი ყოიდო კაცი არის და ყველერებიანია. გაიგე? მაგრამ ამ ძლიერი კაცის ოცნებიდან წასვლის შემდეგ თემურ თათარაშვილის ფერიცვალებაც ვიხილეთ. რომელიმე გამონათქვამი ან კომენტარი გინანიათ ხელგულზე გაკეთებული? რომელი? გახარია. ყველერები. ეს არის ჩვეულებრივი ქართული გამონათქვამი. ხო, მას ამბობენ კაცზეც და ამბობენ ქალზეც. და მე გახარიას ის კი არა ვარ, რა ქვია, გულშემატკივარი. მე ვარ პარტიის გულშემატკივარი. ვეღარ მოვიშორეს გახარიას ყველები, მოკლედ, გამაგიშეს უბრალოდ. თუ გახარიას დაწინაურება დიპსტეიტის დავალებით ხდებოდა, რატომ ეფარებოდა ქართული ოცნების ყველა წევრი მას გაურკვეველია. მაგრამ რის გამოც თავის დროზე მრავალი დადებითი ეპითეტით შეამკეს, წელს ამის გამო გიორგი გახარიას წულუკიანის სადამსჯელო კომისიამ კითხვები დაუსვა. სათამაშოდ მომიყვანეთ კაცო აქ. სათამაშოა მაგა გომურის ამოთხრილი თვალი ერთი წუთით ახლა ძალიან გთხოვთ რა დავსერიოზულდეთ. ნახეთ რომ ხალხია დასახიჩრებული.
რატომ არ გადადექით? ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ვინმე მაიღო პასუხისმგებლობა, რომ არ ჩატარდა ღონისძიება ისე, როგორც ეს უნდა ყოფილიყო დაგეგმილი. ის პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც ჯერ გახარიას ქებადიდებისთვის, ხოლო შემდგომ მისი გაშავებისთვის ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა, ასე დასრულდა. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. გარდა 20 ივნისის სისხლიანი ღამისა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ედავებიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასვლას. ჩვენი არქივი ინახავს მასალას, სადაც ჩანს, თუ რას ფიქრობენ მტერთან პირისპირ მარტო დატოვებული თანამოქალაქეები ჩორჩანას საგუშაგოზე. ამასაც სამოვდე, რო არ გახარიასა, რო არ დაეწყრო, ეიქზე ვითავყესო, რო აივლი იქამდე იფლიდებენო ისინი. Raknatsvili. Azia ჩვენი გაძირება ასე. მოში ჩხილის სოდომი დახმარება არა, იქ ჩხილის სოდომი. გახარიას გულისთვის ახლა ჩორჩანა. ეს გამოიძონ, მოდი აბარა რა გჭირთ, რა გიჭირთ, როიცლება სოფელი და აღარ არის სოფელში ხალხი არავინ. 6 წლის განმავლობაში 20 ივნისის საქმე თაროზე იყო შემოტებული. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ოცნებამ რუსთაველის გამზირზე გამოძიება ამ ფორმით დაიწყო. გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ რუსთაველის გამზირი კვირების განმავლობაში ხალხით იყო გადაჭედილი. მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომა იყო. მაგრამ ოცნებამ ხალხის ნება არაფრად ჩააგდო და მალევე პრემიერად დანიშნეს. აქებდნენ დაუყარდათ მანამდე, სანამ პარტიის წევრი იყო, რომ არ აქვეყნიდან წასვლა ციხის საკანიც მზად ჰქონდათ. გახარიას და ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღსრული საქმეები კარგად ანახებს, როგორ ექცევა ოლიგარქი საკუთარ პრემიერ-მინისტრებს. ჯერ იყენებს, შემდეგ კი შურისძიების მიზნით მზადაა 4 კედელში გამოკეტოს ერთს დროს მისთვის საიმედო საყრდენები.